მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სასოფაინდრავა და თქვენ უყურებთ ჩემს YouTube არხს. დღეს ვიმყოფები თბილისობა 2025-ზე. ძალიან მზეა. აქ არიან წარმოდგენილები, ასე ვთქვათ, პატარა რესტორნები, რომელიც სახელითაც გამოდიან ფესტივალზე, როგორც ხედავ. ეხლა მივვალ და თითოეულ მათგან შევეცდები რომ ჩავწერო. ჩემი მიმართულება იქნება ძირითადად კულინარიული საკითხი, რა, უფრო გასტრო. სხვადასხვა ესეთ იდეაც გამიშვა რომ ამ არხს დავარქვა გასტროკაცი. აი მოდი, აი გასტროკაცი იყოს ამ არხის სახელი. რას ფიქრობ, დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში და არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. მოდი დავიწყოთ. აქ როგორც ხედავთ არის აქტივობა, კონცერტი. სხვადასხვა ძალიან ლამაზია. ყოველ შემთხვევაში ძალიან მომწონს. ეს პატარა რომ ვიყავი, აქ რომ გამოვდიოდით ხოლმე, ყოველთვის მახსოვს აქ გამოვისეინებდით ხოლმე და ავიდოდით ხოლმე რუსთაველზე ნიკალა იყო რესტორანი, არ ვიცი ვის გახსოვთ, ქვემოთ იყო. ასე ვთქვათ, რესტორანი იყო, კაფე და რესტორანი და აი რესტორანში ვიყავი ხოლმე ყოველთვის. ძალიან ხალისობდი ყოველ შემთხვევაში ძალიან მომწონდა თბილისის შესაძლებელი. აკაშაო გაკეთებული. ოდების აუცილებლად დავაგემოვნებ, უბრალოდ ჯერ მინდა ეხლა გამოვედი და მინდა რომ ავიდე ორბელიანამდე, რა რომ ყველაფერი თითქმის გადავიღო. აქ არის პატარა ბიზნესები წარმოდგენილი. ბიზნესებს თავისი კუთხეები აქვს გაკეთებული. აგერ არის წვადი, აგერცია. მოდი გავუყვეთ, ამაით ნახოთ კიდე რა ხდება. ეს არის საწესილცე. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, აქ ყველა თავისას, ყველას თავისი ბრენდი აქვს, აი რაღაც და ესეთი რაღაცები აქვს წარმოდგენილი. ციგნის მეგობარი. ეს რა არის? გამარჯობა. აჰა, სანიშვილი, ხო? როარ დაიკეტოს შეგიძლია გითხოს. როგორ? როარ დაიკეტოს კითხვი. როარ დაიკეტოს საკომფორტულად გიჭირავს, ხო? წარმატებული. ციგნის მეგობარი. წარმატებული. აქ საპნის კუთხე არის, მე მგონი საპონი არის, ხო? საცია ოსტატი. ესეთი ხელით ნაკეთი სათამაშოებია. როგორ ლამაზია. მოკლედ მეგობრებო, როგორც ხედავთ, მე ცოტა ადრე მოვედი. რომ ეს ვიდეო უნდა დავამონტაჟო და ამისთვის კიდევ დრო მინდა და ცოტა ადრე გამოვედი და შესაბამისად ჯერ არ არიან სრული შემადგენლობა გახსნილი არ არის. სავარაუდოდ უკვე მოგვიანებით უკვე სავსე იქნება აქაურობა რა. თვითონ პატარა ობიექტების გახსნილი იქნება. ესე იგი, მინდა რომ გადავიღო, ჩავწერო, ასე ვთქვათ, პატარა რესტორნის წარმოდგენილი ობიექტებიც, ჩავწერო მცირე მეწარმეები, მაგრამ აი სიკურად არ არიან, ბევრი არ არის გახსნილი, ჯერ ადრე მოვედი ძალიან. არის, არ ვიცი, ალბათ პირველის რაღაც წუთები იქნება. მოკლედ გადავუყვები ესე ორბელიანისკენ და ვნახავ, აბა იქით რა ხდება. ჯერ მაინც ვიკითხავ, აქეთ კიდევ არის თუ არა, აი ეს საინტერესო რომ თორედ გადავიღო და დავოთვალიერო რა. ხიტასი სავათები. თქვენ გააქვთ, გამარჯობა. თქვენ გააქვთ რომელი კომპანია? დოზა, ხო? და გააქვთ კიდევ სამი ობიექტი, ხო? არა.
აჰა, წარმატებები, სტარტაპერები არიან. დოზა. არაცი. აიაკაც. წოდებს. ამასაც გამოიყურება აქაურობა. სთხილეული ქართული ნუგბარი. წვადი კუპატი, ქართული ღვინო. გაშუეთის ეკლესია. ავიდეთ ორბელიანის მოედანზე და გადავიხოთ. ძაღლს უნდა გადასვა და მე არ უთმობი. წამო, მოდი. წამო. მოდი, გადი. მოდი. გადმოვიყვანეთ პატარა. გავაგზავნოთ. ზა. აქ მოდი ახლა ჩავიდეთ შარდენზე, რა ხდება შარდენზე. ესე იგი ერთი პერიოდი აქ დავდიოდი უბრალოდ საგულაოდ. ვისაც გახსოვთ ამბარუმსი, ასო აი აქ ჩამოვდიოდით ხოლმე მე და ჩემი მეგობრები და ან სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია. რაც აქეთ არ ყოფილი ვარ. შარდენზე. ხელნაკეთი საინტერესო თებია წარმოდგენილი. ისეთი რაღაცებია წარმოდგენილი. ძირითადად არის ქართული კომპანიები რა. ეს აქვს თავის საინტერესო, აი ეს ყველი რაღაცებია. ეს მოგონი თმის სამაგრები არის, ხო? გამარჯობა. თმის სამაგრებია, ხო? ბროში. უბრალოდ ბეიჯის ბროში, ხო? ეს თქვენი არის, ხო? ხელნაკეთია. სათაშორის სამამაზია. ანაზე თვალში მომხვდა ძალიან. ეს თმის სამაგრებია. ესეც თმებში რომ უბრალოდ არის რა. აჰა. თქვენს ინსტაგრამი გაქვთ, ხო? ალბათ არა. უბრალოდ დაანახ, რო გამოჩნდეს, ეს არის მეტი არაფერი. აჰა, ეს არის თქვენი იდიკო ინსტაგრამ. წარმატებები. უბრალოდ ტურისტები არიან, ანუ დიდად სულ არიან ტურისტები. ქართველი მე ვერ ვნახე, გავისვარეთ. ტურისტები არიან ძირ 99%. ანუ პრინციპში ტურისტული ზონაა, ხო? ყველაფერი არის ძალიან ლამაზად, სხვათა შორის მოწყობილი და ძალიან ისე. ცაცია. ეს მე მგონი ვნახე ქვემოთ იყო მსგავსი, ხო, გადავიღე, ხო. წარმატებები. ესეთი ვნახე, ეს საპნები არის, ხო? თქვენ იქეც ხო არ გაქვთ დაბლა გაკეთებული მსგავსი? ხო, რაღაც ეს მსგავსი ხელით ნაკეთი არის. ხელით ნაკეთია თქვენი, ხო? წარმატებები. კარგი, გავაგრძელოთ გზა. ქაშუეთის ეკლესია.
მე მგონი ტურიც მოვაწყე, ხო? რაღაც პატარა ტური მეც მოვიწყე და თქვენც მოგიწყე. ანუ ჩამოვედით ახლა ორბელიანზე. აქაც გადავიღოთ რა ხდება. აქ უფრო ცოტა ხალხია, ეთქობა სანამ მე ვიარე ხო აქ ხალხის მომრავლ და ანუ მოდი დავათვალიეროთ, წინში გავიაროთ რა. ну აგერ შევარჩევ ცოტა საინტერესო ადგილს და რამეს დავაგემოვნებ რა. სანამ მომშვიდება. ამ წყადის გარეშე დღევანდელმა დღემ წესით არ უნდა ჩაიაროს. ყოველ შემთხვევაში ერთჯერობით მოდი ჯობია დავათვალიეროთ და ბოლოს აი აქეთ ანუ როგორც ხდება ხოლმე ორბელიანი ყოველთვის ფორმაშია აქეთაც რაღაც მწვადებს წოვენ აქეთ დავათვალიეროთ გავუყვეთ გზას ანუ ყველა რესტორანს აქ ცალკე წარმოდგენილია აკეთებენ ახლა სადა აქვს მიზამპლასი გავუყვეთ დინებას შეგი ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის აი ეს დღესასწაული თბილისობა რა აი ყოველთვის მინდოდა ამ დღესასწაულის გადაღება არ ვიცი როგორი გამოვა ეს აი ვლოგი დავარქვათ მოდი რა არ დაგავიწყდეთ აუცილებლად დარჩეთ ჩემს არხზე გამოიწეროთ ჩემი არხი და დააწეროთ კომენტარები თუ როგორ მოგწონთ ეს ვიდეო საინტერესო ვიქნები თქვენთვის ასევე ვფიქრობ იმას რომ ჩემ არხს სახელი უბრალოდ შევუცვალო და იყოს გასტროკაცი არ ვიცი რაღაც ესეთი ის მაქვს რა უფრო მინდა რომ აი ჩემით გადავიღო რა რაღაცა მქონდა როგორც ასეთი პოდკასტები გაკეთებული საავტომობილო ვლოგის მქონდა გაკეთებული საავტომობილო ვლოგი ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ მე თვითონ მიყვარს მანქანები და აი ავტომოყვარული ვარ მაგარი უბრალოდ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მინდა ეს ყველაფერი გავაკეთო რა და შესაბამისად ჩემი პროფესია უკავშირდება სამზარეულოდან გამომდინარე მინდა რომ უფრო აი ამ კუთხით წავიყვანო ეს არხი რა და ალბათ უფრო ვფიქრობ რომ აი გასტროკაცი რა და არა ის სოხაინდრავა და რაღაც რა და მინდა რომ გამოიწეროთ მოკლედ ჩემი არხი მოიწონოთ ვიდეო და დაწეროთ კომენტარები თუ როგორ მოგწონთ ეს იდეა და აუცილებლად გავაგრძელებ და ხო ეგ არის რა პრინციპში მეტი რა უნდა დავამატა ეხლა რა ვფიქრობ ეცი რა მხელა გავლენა აქვს იმას რომ აი სადაც დაინახავ ძირითადად რიქს იქ მიდიხარ რა ანუ აი სიტყვაზე არ ხედავ იქ რიქს იქ არ მიდიხავ ერთი ადამიანი დადგება всё მეორე და всё უკვე ხალხს გონია რომ აი რაღაც მით მიდიხარ რა აი გზნობ რომ იქ უნდა მიხვიდე მოკლედ ხო არ ვიცი აი ყოველ შემთხვევაში მოვედი ახლა აქ ბუას მწვადთან და მოდი დაველოდოთ გავსინჯოთ რა დავაგემოვნოთ აბა ბუას მწვადი არ ჩავიღე სეგი ახანაიზი ავიღე ლუდი ჩამოსასხმელი იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ამ მწვადსაც დავაგემოვნებ რა თქმა უნდა ხა მწვადის გარეშე ვერ წავა ღვინო დიდად საერთოდ არ მინდა უფრო ლუდი გამისწორდება რა ну რავი რა ვთქვა რო შევაჯამო ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ლამაზია წლევანდელი თბილისობა ხო მიყვარს თბილისური აურა რა ვიცი გარემო ეს ყველაფერი ხალხის მოძრაობა სიწყნარი ამ რას მთავარი სიმშვიდეა ყველაფერი კარგად არის მოწყობილი ანუ დაორგანიზებული ყოველ შემთხვევაში მე რაც დავინახე აქ ხო ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის და მშვიდად არის რა ვიცი მოდის ხო? ხო. აი მოდის.
ხო, გადავიხდი, კი, მაგიტომ მოვედი, რომ რავი, მინდა მეთქი. არა უშავს, რა, ჩვეულებრივი მომენტია, რა უშავს. კი, ჩემთვის მინდა. როწეული რამე ხახვი არ გა. აჰა, დაგავიწა. კაი. არ ელოდით, ხო? დილიდან მესით რამეს არ ველოდი. დავაგემოვნოთ, ისე იგი როგორ გამოიყურება. Так. Сейди. Так. Всё, მგონი ეს არის რა. ეს არის ჩვენი წვადის ჩვენი წვადი. ნება დავაგემოვნოთ ცოტა ერთადერთი რაც უთხარი მანამდე ანუ აი ხახვი, წითელი ხახვი და ბროწეული ჩემთვის ნუ არა ვიცი. მაგრამ არა უშავს რა, იმიტომ რომ აი ცოტა ბუნებრივი გემოიქნება ეხლა და ნუ არაფერზე არ წაიღებს რა. ეგ არის. так, აი ესე გამოიყურება რა. ნუ ლავაში ჩვეულებრივი ემალი ჭამი კარგი იყო, ცუდი არ იყო. ხო, ეგ არის რა. ცოტა გავივლი და დავაწვევი, დავამუშავებ ამ ვიდეოს. დიდი საინტერესო გარემოა. ხო. просто უფრო რასაც ვიტყოდი ერთადერთი ნაკლები თბილისელი იყო ვიდრე ტურისტი. ყოველ შემთხვევაში წლევანდელ თბილისობაზე რა. ანუ ტურისტობა 20-25 იყო. თბილისელი ძალიან რა ვიცი, აი თითქოს ყოველ მეორე ადგილზე სადაც დავჯექი ყველგან ტურისტები მოდიოდნენ რა. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო თბილისობა 20-25, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ვიდეო აუცილებლად მოიწონეთ. დაწერეთ კომენტარები თუ როგორ მოგეწონათ წლევანდელი თბილისობა, ჩემი თვალით დანახული. სამწუხაროდ ვერავინ ვერ ჩავწერ, იქიდან გამოდიო რომ სხვენოდათ. რა ვიცი, მოკლედ ეს იყო წლევანდელი თბილისობა, ხო. რაც შეეხება სპონსორებს შეგიძლიათ რა ვიცი მომმართოთ, იმიტომ რომ მინდა რომ გავაგრძელო ეს პროექტი, არ ჩავაგდო ეს არხი. პროექტი გაგრძელდება გასტრონომიული მიმართულებით. არხს ერქმევა, არის ვფიქრობ, გასტრო კაცი და თქვენი აზრიც მაინტერესებს, როგორ მოგწონთ ეს იდეა. ხო, აქ დაგემშვიდობებით და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ეს იყო და ეს. ავადროებით.